როსტული საუბრობს თინათინის საჭურჭლის შესახებ, როგორც ნაუფლის წვლები. უფლისწულობა საღვთო-გონება სრული წმინდით ავსებას ნიშნავს. სიტყვა ნაუფლის წვლები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საღვთო სიტყვა ძეღვთისა ქრისტე, რომლის ენარგლის თინათინია, ადრე იყო გამეფებული, ასე რომ არა პირდაპირი გაგებით თინათინი ერთხელ უკვე ყოფილა გამეფებული. მომართვით ჩემი ყოლაი ჩემი ნაუფლის წვლები. აქ ჩემი თავდაპირველს უნდა მიანიშნებდეს. გამეფებისას თინათინი საღვთო საჭურჭლად დიდებულს უწოდებს, თავისად მოიხსენიებს და ამბობს: ჩემსანუ ვინ უდახმალავს საჭურჭლესა დიდებულსა, რაც მოწოდება ვისაც ქრისტეს წამს, ანუ უზენაეს საღვთო გონს აღიარებს, ნუ დამალავს. თუ ვირმე საჭურჭლეს სამეფო სიმდიდრე ჰგონია, ამ გადმოსახედიდან უნდა ვიფიქროთ, რომ სამეფო სიმდიდრე ხალხში იყო გაფანტული და გამეფებისას თინათინმა მოითხოვა: არ დამიმალოთ, ყველამ წარმოაჩინეთო, რაც მეფისაგან ცოტა უხერხული ბრძანებაც კი იქნებოდა. გამეფების რიტუალის შემდეგ როსტევანის მოწყენილობის მიზეზი დღემდე ისეა ცნობილი, თითქოს მეფე ემიტომს წუხს ვაჟი რომ არ აჰყავს და ქალს ვერ გადასცემდა მამაცურ საქმეებს. ავთანდილი თავის თავს იმედად, როგორც მშულდესანი ისე წარუდგენს. მიწაცა თქვენია, ავთანდილ თქვენს წინა მშულდესანია. როდესაც ვაზირი სოკრატი მეფეს ხუმრობით სიძულწეს დასწამებს, როსტევანს გაეღიმება და მოწყენის მიზეზს ამხელს, რაც პოემის ალეგორიულობის ერთ-ერთი და უმთავრესი ახსნაა. აქ რუსთველი როსტევანის სხვა ქვეყნის შვილობას და არა არაბობას აუფარავად გვიმხელს. როსტევანი წუხს იმის გამო, რომ თავის გარემოცვაში, მის სამშობლოში, მისი სამშობლოდან საბრძანებელოდან არავინ ეგულება. ეგი არ მიმძიმს ვაზირო, ესია რომ მემწყენია, სიბერე მახლავს დავლიან, სიყმაწვილის სათხენია. კაცი არ არის სიდგანცა საბრძანებელი ჩვენია. აქ მრავლობითი ნათქვამი ჩვენია მიგვანიშნებს, რომ ვაზირი სოკრატიც როსტევანის საბრძანებელიდან იყო და ისიც საღვთო ერის წარმომადგენელია. სოკრატი მრჩეველია, ბიბლიურად ის წინასწარმეტყველია. წინასწარმეტყველები ანუ მიცნები ქლდეველები იყვნენ და სათქმელიც არაფერია როსტევანი მათი მოდგმისა. როსტევანს რომ თავისი მშობლიური ქვეყანა არ გააჩნდეს, თინათინს რატომ უწოდებდა თავის სოფლის წყალს? ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო. მამამ შულზე შეიძლება თქვას: ჩემი გულის წამალი, ჩემი სიცოცხლის წყარო, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ჩემი სოფლისა წყალი? ცხადია სოფელი ქვეყანა, წყალი რწმენას მიანიშნებს. ბიბლიურად იესო სიცოცხლის წყაროა. მიწიერი ღმერთ კაცისაგან ქრისტეს რწმენის მიღებას ბიბლიურად სიცოცხლის ჭიდან წყლის დალევა ჰქვია, რომელიც ნათლად არის გადმოცემული იესოს სამარიალ ქალთან შეხვედრისას. ვინც დალევს ამ წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება უკუნისამდე. აქედან გამომდინარე, რუსთველი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ როსტევანი არაბი არ იყო. მეფე რომ განრისხებული და განაწყენებულია, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ იმ საქმის მოგვარება შეუძლია, რაც განრისხების მიზეზია. აქედან გამომდინარე, როსტევანს რამოდენიმე წუთით ნოსტალგია დაეუფლა. სხვა მხრივ ბედნიერია, რამე თუ ქვეყანაში თინათინის გამეფებით საღვთო გონის გამეფება დაიწყება და ავთანდილის წინადადებას თანხმდება. სანადიროდ, გასართობად, სანადიმოდ მიდის. აქ რუსთველი ფარულად ბიბლიურ 12 მოციქულზე მიგვანიშნებს, რომელიც მეფეს უნდა ახლდეს. ხოლო ავთანდილის ვაზირს შერმადინს თავად როსტევანი ამ 12 თანხმლებს უწოდებს: ერთა შენი შერმადინ არსმათა დასა დარებლად. აქედან გამომდინარე, როსტევანმა იცოდა, რომ ავთანდილი და შერმადინი ფარულად ქრისტეს აღმსარებლები იყვნენ და რუსთველი როსტევანს ამას ათქმევინებს კიდეც. ცოტასა შემწევს ავთანდილ შემგანვე ნაზარდოვითა. ამიტომ არის, რომ როდესაც ტარიელი როსტევანს უხსნდა ავთანდილი და თინათინი ერთად უნდა იყონო, როსტევანი იმ წუთშივე თანხმდება: მესიძესა ავთანდილის უკეთესა პოვებ ვერა. უნდა აღინიშნოს, რომ ავთანდილი ძოწეუნლით არის შემოსილი, მისი კანი თეთრი და წითელი ფერისაა, რაც ბიბლიურად საღვთო ერის შვილებს გააჩნდათ. ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ-ბალახშოსანი. მათი მთავრები თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა საფბინონი.